რატომ მიფუჭდება ეს ტექნიკა ასე ხშირად რა? ნახევარი ზეთი, ნახევარი ბენზინი. აი. გამარჯობა მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ეპიზოდით იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოუვაროთ ბენზინზე და ზეთზე მომუშავე ტექნიკას. ვიდეოში ნახავთ 10 საბაზისო რჩევას, რომელიც დაგვეხმარება გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე, ასეთ სათიბელებს, ხერხებს და ნებისმიერ ტექნიკას, რომელიც მუშაობს მოკლედ იგივე პრინციპით, როგორც ესენი. მე ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა განვიხილავ Lux Garden-ის სათიბელას მაგალითზე. დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანით. როდესაც ტექნიკას შევიძენთ და ავაწყობთ, აუცილებელია ის დავქოქოთ და ვამუშაოთ თავისუფალ ბრუნზე რამდენიმე წუთი, დაახლოებით 20-25 წუთი. ანუ ძრავის ნაწილები, რომელიც არის ახალი და საერთოდ არ უმუშავია, უნდა შეემუშაოს ერთმანეთს, მოერგოს. შესაბამისად, სჭირდება ამისთვის ძალიან ისეთი თავისუფალი ბრუნი. თუ ჩვენ მას როგორც კი დავქოქავთ, მაშინვე დავტვირთავთ, ეს შეუმუშავებელი ნაწილები შეიძლება დაზიანდეს და სამომავლოდ ძალიან ბევრი პრობლემა გამოავლინოს. გადავიდეთ მეორე რჩევაზე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი. აუცილებლად უნდა ვნახოთ და შევამოწმოთ და დავრწმუნდეთ, რომ ყველა ბოლტი არის დაჭერილი. ყველა სათიბელას და ტექნიკას მოყვება ესეთი toolkit-ი, ხელსაწყოების პატარა ჩანთა, სადაც მისთვის საჭირო ინსტრუმენტებია ჩალაგებული. სულ 5 წუთსაც არ წაიღებს, რომ შევამოწმოთ თითოეული ბოლტი ხომ არის დაჭერილი. იმიტომ რომ ხდება ხოლმე, მე შემხვედრია, რომ რაღაც გარკვეული ბოლტები არის ხოლმე მოშვებული, შესაბამისად ეს ვიბრაცია უფრო მეტად უშვებს და საბოლოო ჯამში ტექნიკა ფუჭდება. ეს ეხება არა მარტო ახალ ტექნიკას, არამედ როდესაც მას მუდმივად ვიყენებთ, ვინაიდან მუდმივ ვიბრაციაშია, შეიძლება რომ მოეშვას, ასე რომ პერიოდული გადამოწმება არის ხოლმე აუცილებელი. როდესაც უკვე ეს ყველანაირი ბოლტები შემოწმებულია, შემუშავება გავლილი აქვს ძრავს, უნდა გადავიდეთ შემდეგ რჩევაზე. ეს არის ხარისხიანი საწვავის და ხარისხიანი ზეთის ჩასხმა. ისე ძალიან ცოტა საწვავს მოიხურავს მსგავსი ტექნიკა, შესაბამისად ჯობია რომ ვიყიდოთ ხარისხიანი და დავრწმუნდეთ რომ კარგი საწვავზე მუშაობს ტექნიკა, ასევე კარგ ზეთზე, ვიდრე ვიყიდოთ რაღაც ისეთი საეჭო საწვავი და შემდეგ დავაზიანოთ კარბურატორი და შიდა წვის სისტემები. ახლა კი გადავიდეთ ამ ზეთის და ბენზინის შეზავებაზე. ზოგს გონია, რომ ვინაიდან ორტაქტიანია და შიდა ნაწილების შეპოხვა ამ ბენზინში გარეული ზეთით ხდება, გონიათ, რომ რაც უფრო მეტ ზეთს ჩაასხავენ, უფრო უკეთესად და დიდხანს იმუშავებს ძრავი. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. შეზავება უნდა მოხდეს იმ კომბინაციით, რაც დამამზადებელმა ქარხანამ დაუწერა ინსტრუქციაში. ზოგ შემთხვევაში ეს არის 1.25-თან, ზოგ შემთხვევაში არის 1.40-თან და ზოგან 1.50-თან. ახლა გადავიდეთ მეხუთე რჩევაზე და ასევე ეს რჩევები არის შეცდომები, რომლებსაც უშვებენ ადამიანები და შემდეგ აბრალებენ ტექნიკას, რომ აი რა როგორ უცბად გაფუჭდა. მეხუთე რჩევა არის ის, რომ როდესაც დავქოქავთ ძრავს, პირდაპირ მაღალ ბრუნზე არ ვამუშავოთ. ეს არის ნებისმიერ დროს. ზამთარი იქნება თუ ზაფხული იქნება, რამდენიმე წუთი, რაღაც 2-3 წუთი სრულიად საკმარისი იქნება, რომ დავქოქავთ, უბრალოდ იმუშაოს ძრავმა გახურდეს და შემდეგ უკვე გადავიდეთ ჩვეულებრივ როგორც საჭიროა ისე მუშაობას. ეს სჭირდება ნებისმიერ ტექნიკას, განსაკუთრებით ორტაქტიან ძრავებს, რომ ეს შეპოხვა შეგნით უცბად მოახერხოს და შემდეგ უკვე მზად იყოს მოკლედ გამოყენებისთვის. მეექვსე რჩევა იქნება, რომ ძრავები არ ვამუშავოთ სტაბილურად მაღალ ბრუნზე, რაც ნიშნავს, რომ ყველა რეკომენდაცია გვეუბნება იმას, რომ ძრავმა უნდა იმუშაოს ესეთი მაღალი დაბალი, ესეთი ბრუნებით. დინამიკაში უკვე კარგად ჩანს ხოლმე, რომ როდესაც ბალახს თიბავ გას მისცემ, როდესაც უკან ბრუნდები აღარ მისცემ და ასე შემდეგ. შემდეგი რჩევა, მე მგონი მე-7 რჩევა, იქნება ის, რომ არ დავტოვოთ ძველი საწვავი დიდი ხნით ესე გამოუყენებელ მდგომარეობაში. ვინაიდან ბენზინი იცით, რომ საკმაოდ სწრაფად ურთქლდება, ფუჭდება, ფეთქებადობას კარგავს, შესაბამისად ეს დამაზიანებელია ძრავისთვის. ისევ აჭუჭყიანებს, აბინძურებს, არათანაბარი აფეთქება ხდება და მოკლედ აზიანებს ძრავს. რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ახლა რამდენსაც ჩავასხავთ, ზუსტად იმდენს ვერ გავთიბავთ, თუმცა რაღაც წინასწარი გათვლა გავაკეთოთ თუ რამდენი საწვავი დაგჭირდება. ასევე შემდეგი რჩევა მერვე იქნება, რომ შევამოწმოთ ხოლმე პერიოდულად აალების სანთლები. ეს როგორც წეღავთქვი, ზოგჯერ გადაგვარჩენს იმისგან, რომ საადღაც რო იქნებით სამუშაოდ წასული, უკან არ მოგვიწიოს მოbrunება ან გაჩერება. ძალიან მარტივი პროცესია, შესაბამისად, სანამ დავიწყებთ მუშაობას, შეგვიძლია რომ უბრალოდ გადავამოწმოთ რა მდგომარეობაშია აალების სანთლები. მეცხრე და ალბათ ერთ-ერთი უმთავრესი რჩევა იქნება, რომ სწორად შევარჩიოთ სათიბის პირი. რა საქმესაც ვაკეთებთ, იმის შესაბამისი პირი უნდა გვეყენოს სათიბელას.
უამრავი ტიპის პირი არსებობს და თითეული მათგანი გათვლილია სხვადასხვა სამუშაოზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ძრავს ადგება ძალა. ამას შეატყობთ ხმაზე. როდესაც ძალა ადგება, პირი ვერ ერევა, შესაბამისად ჯობია რომ ვიხმაროთ შესაბამისი პირები. ეგ შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში, იმიტომ რომ უამრავი სახის არსებობს, როგორი მუშაობს ბალახზე, როგორი მუშაობს მაყვალზე და ასე შემდეგ. დღეისათვის მეათე და ბოლო რჩევა იქნება, რომ როდესაც საქმეს დავასრულებთ, აუცილებლად გავწმინდოთ რაღაც საბაზისო დონეზე მაინც ათიბეთ. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ ზიანს არ მიაყენებს, ერთხელ და ორჯერ თუ არ გავწმენთ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ჭუჭყი ძალიან დიდ თავის ტკივილს უჩენს მოკლედ ტექნიკას. ჯობია რომ საფუძვლიანად გავასუფთავოთ, გავწმინდოთ, იმიტომ რომ შემდეგ ეს ჭუჭყი და ნაგავი და ზეთის ნაგარი ჩაჯდება სხვადასხვა დეტალებში, გაბიდნის, გააფუჭებს და მოკლედ შემდეგ უფრო დიდი წვალება მოგვიწევს, ვიდრე იმ მომენტში რაღაც 5-10 წუთი დაუთმოთ ჩვენ ტექნიკას. ასე რომ მეგობრებო, ჯობია ეს მარტივი წესები დავიცვათ, თუ გვინდა რომ დიდხანს გვემსახუროს ტექნიკა. როგორც დასაწყისში ვთქვი, ხშირ შემთხვევაში ტექნიკას აფუჭებს არასწორი გამოყენება და არა ქარხნული წუნი. ასე რომ თუ ესეთ ელემენტარულ ყურადღებას გამოვიჩენთ ტექნიკის მიმართ, გვემსახურება დიდხანს.